Quorumi გვაქვს და დავიწყოთ კომიტეტის ხდომა. დღის წესრიგი შედგება ერთი საკითხისგან, კერძოდ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ. საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენა. განიხილება დაჩქარებული წესით და ბატონი საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია იქნება მოხსენებელი. მადლობა, მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ მეორე მოსმენასთან გვაქვს საქმე. პირველ მოსმენაზე ჩვენ დეტალურად განმარტეთ აღნიშნული ცვლილების შინაარსი რა იყო. გუშინ საშუალება ჰქონდა, რომ პლენარულ ხდომაზეც პარლამენტის წევრებისთვის მოგვეხსენებინა შინაარსი. აღნიშნული ცვლილება გახლავთ ტექნიკური ხასიათის, რადგან გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სიპი კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გადავიდეს საკურატოროდ ჩვენი განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან საქართველოს კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში მიღებულია საქართველოს მთავრობის მიერ, ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა მოცემულობა ასეთია და შესაბამისად ჩვენ ამ ცვლილებით ტექნიკურ ასახვას პოვებთ ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში. შესაბამისად წარმოგიდგენთ მას მეორე მოსმენით. მეორე მოსმენასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ პირველ მუხლთან დაკავშირებით პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილებები არ განხორციელებულა. მეორე მუხლთან დაკავშირებითაც გეტყვით, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა, გვინდა რომ აღნიშნული ცვლილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან, როდესაც სამართლებრივად მოხდება კულტურის სამინისტროს მიმართულებით მაკონტროლებელ ორგანოდ გადამისამართება. კარგით, ესე იგი, რახან არ არის ცვლილებები არც პირველ მუხლში, არც მეორე მუხლში. თუ გაქვთ კოლეგებო რაიმე შენიშვნა, მოსაზრება, შეკითხვები? თუ არ გაქვთ, დავაყენ. გაქვთ კი ბატონო? გავმეორდები პირველი მოსმენის დროს, ჩემი შეკითხვა რაში მდგომარეობდა, უბრალოდ ამომწურავი პასუხი არ მიმიღია. რა არის მიზანი, რომ ერთი სამინისტროდან მეორე სამინისტროს რო დაუქვემდებაროთ მოცემული სიპი და თანაც განათლების მეცნიერების სამინისტროდან გადადის კულტურის სამინისტროში. აი ძირითადი მიზანი ამისი, გარდა იმისა, რაც თქვენ წინა მოსმენისას ბრძანეთ, რომ საგამოფენო დარბაზები ხელმისაწვდომი იქნება კულტურის სამინისტროს მხრიდან. გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ აი კონკრეტულად, როდესაც შეიძლება კი ბატონო, არავინ არ უშლის ხელს, რომ იქ ჩატარდეს მეცნიერული კვლევები, როგორც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება თუ არა, მაგრამ აი არსებითად რომ არა მარტო მე, არამედ ჩვენს საზოგადოებას რო აუხსნათ თუ რა არის ამის მიზანი. აი კონკრეტულად გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ. თუ არსებობს ასეთი რამ. ფიქრობთ, რომ პასუხი ძალიან კონკრეტული და ნათელი იქნება, გეტყვით იმას, რომ აღნიშნული სიპი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ქუდქვეშ არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. შესაბამისად, მთავრობას აქვს უფლებამოსილება მოახდინოს საკურატორო სამინისტროების პერიოდული გადანაცვლება. ამის მაგალითი ამ სისტემაშიც არსებობს და ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, მაგალითად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წლების განმავლობაში გახდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ამ ეტაპზე ახალგაზრდობის სამინისტროს სტრუქტურის შემადგენლობაში მყოფი სიპი და მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრო ცალკე მოეყო, მიღებული იქნა გადაწყვეტილება და მუზეუმმა, სადაც იგივე ტიპის სამეცნიერო კვლევები ტარდება, სადაც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტებით სარგებლობს ეროვნული მუზეუმი დღემდე, მოხდა საკურატოროს შეცვლა, გადაინაცვლა ამ მიმართულებით. იგივე იყო ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე ისტორია, ასე ვთქვათ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, ვადასტურებთ, რომ მთავარი საკითხი გახლავთ, გარდა იმისა, რომ იქ მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობაც,
რა თქმა უნდა მიმდინარეობს ვადასტურებ და კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ არც საბიუჯეტო ნაწილში, არც რუსთაველის ფონდის და სხვა ტიპის დონორებთან წვდომის ნაწილში სამეცნიერო გრანტებს გულისხმობთ. არანაირი შეზღუდვა კულტურის სამინისტროში გადანაცვლებასთან მიმართებაში არ ექნება, უფრო მეც გეტყვით, საქმე ის გახლავთ, რომ წლების განმავლობაში იქ ინახება უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობა. საქმე ეხება ხელნაწერებს, მათ შორის უნიკალურ ხელნაწერებს, დაწყებული მთელი საქართველოს ისტორიის ნაწილში. ამიტომ აქ საუბარი არ არის საგამოფენო სივრცეების განვითარების საკითხზე, მხოლოდ საუბარია იმაზე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ხელნაწერების უკეთ დაცვის მოვლის და წარმოჩინების მიზნით მიზანშეწონილია საქართველოს კულტურის სამინისტროს შემადგენლობაში იყოს ეს სიპი და არ იყოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში. უბრალოდ გაუგებარია ის ნაწილი, რაზეც აპელირებენ, რომ თითქოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში არ ეზღუდებათ არანაირი საქმიანობა და კულტურის სამინისტროში იქნება გარკვეული ტიპის შეზღუდვები, ეს ერთი. ასევე ვადასტურებთ, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით წარმოუდგენელია ის არგუმენტები, თუ რეორგანიზაცია აუცილებელია, მაშინ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რატო ვერ ჩაატარებს ამ რეორგანიზაციას? ესეც არ გვესმის. დღეს სამინისტროში პრაქტიკულად ყველა სიფში მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ვადასტურებთ ამას. ნახავდით, რომ ამ მიმართულებითაც გარკვეული ტიპის საკადრო ცვლილებები გვაქვს და აქედან გამომდინარე ესეც ვფიქრობთ, რომ არგუმენტებს მოკლებულია. ამიტომ ამ ნაწილში მთავრობა გარკვეული ტიპის გადანაცვლებებს ყოველთვის ახდენდა აქამდეც და დარწმუნებულად მომავალშიც მოახდენს. ხვალ თუ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომელიღაცა სიპი კულტურის სამინისტროდან ჩვენ შემადგენლობაში გადმოვიდეს საკურატორო ნაწილში, აქაც შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა და თქვა, რომ არა კულტურის სამინისტროში უნდა დარჩენილიყო. ამიტომ ამ ნაწილში რა ვიცი, მე მგონი ძალიან ნათელია ჩვენი პოზიცია. გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მის შემადგენლობაში არსებულ სტრუქტურული ერთეულებს შორის გადანაცვლებასთან დაკავშირებით. მადლობა. გვაქვს კიდე კითხვები თუ არაფერი. კარგით, მაშინ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს დავაყენებთ კენჭისყრაზე და გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა. წინააღმდეგი? კი ბატონო. დიდი მადლობა და სხდომას დახურულად ვაცხადებ. დღეს ეს დარჩა მესამე საკითხი.